и перед нами. რუსთავის საკრებულომ 13 ხმით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება დღეს გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილებით რუსთავ-თბილისის სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ინტერტრანს კონკურსის ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 25 მაისს ეწურება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ 146 მძღოლი უმუშევარი რჩება. ქალაქის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი კახა გურგენიძე შვებულებიდან დაბრუნდა. გენო ოსიხმაშვილი იმყოფება რუსთავში. მისგან გავიგებთ დეტალებს, რა მოხდა დღეს რუსთავის საკრებულოში. ნანა გუშინ რუსთავის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დღეს შეცვლის მთავარ მიზეზად დასახელდა ის, რომ გუშინდელის ხდომა არალეგიტიმური იყო. ამას საკრებულოს უმრავლესობის წევრები აცხადებენ. ისინი განმარტავენ, რომ გუშინ არასრული შემადგენლობით შეიკრიბა საკრებულო და ამიტომ გადაწყვეტილება სრულფასოვანი ვერ იქნება. თუმცა ამას არ ეთანხმება საკრებულოს უმცირესობა. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ დღეს საკრებულოს უმრავლესობამ გუშინდელი გადაწყვეტილება შეცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი 25 მაისიდან, მას შემდეგ რაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ინტერტრანს ვალდებულებების შესრულების ვადა მოეწურება, მასობრივი აქციების დაწყებას გეგმავენ რუსთავში. გუშინდელი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია სერიოზულ ეჭვებს აჩენს და ეს დაფიქსირდა რამდენიმე საკრებულოს წევრის მიერ, რომლებმაც ხელი მოაწერეს დასწრების ოქს, მაგრამ მერე თავისივე ხელმოწერა გაიწვიეს იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად სხდომას გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს ადამიანები მოვიდნენ საკრებულოში, მაგრამ ეს არის სამართლებრივი საკითხი და ამას სასამართლო განსჯის. ამ საკრებულოს სხდომაში მიიღეს მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 2 წლით გადაგვევადებია დაახლოებით 146 მიკროავტობუსისთვის, რომ ისინი ჩამსდარიყვნენ და ემუშავათ. მათ სინდისზე იყოს იმ 146 თავსაქმებელი მძღოლის და იმ ოჯახების ანაზღაურებას, რომელსაც ისინი ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ 25-დან მართველი კომპანია ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია შემოიყვანოს ყველა მიკროავტობუსი. მაყურებელს ალბათ ახსოვს, რომ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულმა ტენდერმა რუსთაველ მძღოლებში დიდი პროტესტი გამოიწვია, რადგან ისინი აცხადებდნენ, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც მათ ბოლო პერიოდში შეისყიდეს იმის სანაცვლოდ, რომ მათ სახლის დაგირავება მოუხდათ და ბანკებიდან ჰქონდათ ვალი აღებული. ამის სანაცვლოდ ქალაქის მერიამ მათ შესთავაზა, რომ ინტერტრანს ამ შემთხვევაში გამარჯვებული კომპანიას სთხოვა, რომ ესეთი მძღოლები, რომლებიც იყვნენ სულ 146, 2 წლის განმავლობაში ყოფილიყვნენ ისევ საკუთარი მიკროავტობუსებით დასაქმებულები, რაზეც კომპანია დათანხმდა. სწორედ ამიტომ გუშინ მერიამ საკრებულოს სთხოვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო და ტენდერში გამოცხადებულ პირობებში შეეტანეთ ეს ცვლილება, რომ ინტერტრანს ჰქონდა საშუალება მომავალი 2 წლის განმავლობაში ეს მძღოლები ყოფილიყვნენ საკუთარი მიკროავტობუსებით დასაქმებულები, მაგრამ უკვე როგორც იცით, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება დღეს საკრებულომ თვითონვე გააუქმა. საშუალება ჩვენ გვეძლეოდა საშუალება, რომ 2 წლით გადაგვევადებინა ეს პროცესი, ანუ ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ეს მძღოლები დასაქმებულება, რომელიცაც დღეს პრობლემაა. მძღოლების სასიკეთოდ გამოიტანეს დადგენილება. მე უბრალოდ დამსწრებებავი ამ სხდომის ჩატარდა რეალურად სხდომა, შედგა ქორუმი, აბსოლუტურმა უმრავლესობამ კეჭი უყარა და დადებითად მიიღო ეს გადაწყვეტილება და შემდეგ თავისი ხელმოწერებით დაამოწმეს ეს ოქმი. რუსთავის საკრებულოში უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, უმცირესობა კი ქართული ოცნება არის. გუშინ მიღებული გადაწყვეტილების დროს უმრავლესობა ესწრებოდა, რა თქმა უნდა, საკრებულოს და მათ მიიღეს, თუმცა არ იყო უმრავლესობის თავმჯდომარე კახა გურგენიძე, ის შვებულებაშია გასული, რადგან ნაციონალური მოძრაობის ის პირველ ნომერს წარმოადგენს და ის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში რუსთავში არის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი. სწორედ ის დაბრუნდა შვებულებიდან და დღეს მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინათ. რუსთავში მოლოდინი არის იმის, რომ უახლოეს 2 დღეში უფრო კონკრეტული დეტალები გაირკვევა და იმედი აქვს იმის მძღოლებს აქვს. გადაწყვეტილებას გაუქმებული იქნება და ქალაქის საკრებულო ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს. მადლობა გენო.